პირველ რიგში მინდა დავიწყო ტაისონ ფიურის განცხადებით, მან განაცხადა, რომ დაასრულა თავისი სპორტული კარიერა, მაგრამ საკმაოდ საეჭვო განაცხადია, რადგანაც ეს პირველად არ ხდება. ჩემი აზრით, ტაისონ ფიური კიდე დაბრუნდება, ექნება ბრძოლა სავარაუდოდ ენტონი ჯოშუასთან, ბრიტანეთში მოხდება ეს ბრძოლა. უბრალოდ ამ განაცხადით წევს გუშს, რომელიც შეუძლია მოითხოვოს ამ ბრძოლაში. შემდეგი საინტერესო ამბავი ეს არის ის, რომ ბრიტანულმა კომისიამ უსმან საჯადის წინააღმდეგ, რადგანაც ეს ექიმი კონსულტაციას უწევს ტაისონ ფიურის, უწევს კონან ბენს და ევროპის ჩემპიონს დენის მანკენს. ორი სპორტსმენს გარდა ტაისონ ფიურის აღმოაჩნდა ანალიზებში პლომიფენი. რამოდენიმე წლის წინ, ეს იყო 2022, ბენს გაუქმდა ბრძოლა კრისენ იუბინგთან ამის გამო, მაგრამ 2024-ში იყო გამართლებული. კლომიფენი ქმედებს ტესტესტერონის გაზრდაზე, ითვლება დოპინგურ პრეპარატად, ან მოიხმარება დოპინგთან ერთად. ისე თუ ასე, ეს არის აკრძალული პრეპარატი, უნახეს სისხლში, ამიტომ ბრძოლა იყო გაუქმებული, მაგრამ როგორც ვთქვი, 2024-ში იყო გამართლებული. რაც შეეხება დენის მანკენს, მის წინაშე გამოძიება მხოლოდ იწყება და როგორ დასრულდება ჯერ არ ვიცით. შემდეგი დიდი ამბავი, რაც ხდება კრივის სამყაროში, ეს არის ბივოლის და ბეტერბიევის ბრძოლა, არტურ ბეტერბიევის ბრძოლა. ეს იქნება რევანში, რომელიც ჩატარდება 22 თებერვალს. როგორი პროგნოზი შეიძლება ამ ბრძოლაზე გავაკეთო? ჩემი აზრით, რომ შევაფასო ორივეს ტექნიკა, ბეტერბიევი არის სტატისტიკურად იდეალური მოკრივე, რადგანაც 100% ნოკაუტების ჰქონდა, 19 ბრძოლიდან ჰქონდა 19-ვე ნოკაუტი. ეხლა 20-დან 20 გამარჯვება აქვს, მაგრამ ბივოლს მოუგო საჯების გადაწყვეტილებით. საქმე იმაში არის, რომ ტექნიკური შეფასებით ვითხოვდი, რომ ბეტერბიევი ძალიან მარტივია, სულ მიდის წინ, აკეთებს პრესინგ, მეჯები აქვს, ძალიან მძიმე დარტყმა პრინციპში, ვინც სპარინგობდა და ვინც იბრძოლა ბეტერბიევთან, ამბობენ, რომ ყურები ებუგებოდა დარტყმის შემდეგ. ეგ ნიშნავს, რომ ფანტასტიკური დარტყმის ძალა აქვს, ნოკაუტერი არის, სტატისტიკურადაც ეგ 100%-ით მტკიცდება. მაგრამ ზუსტად ესეთი სტილი შეუძლია დაამარცხოს ბივოლის სტილმა. ბივოლი არის კლასიკური საბჭოთა კავშირის სტილის წარმომადგენელი, მუშაობს ჩელნოგზე, მოძრაობს. ჩელნოგს ჩემი აზრით აკეთებს იდეალურად, მე არ მინახავს უკეთესი მაგალითი ჩელნოგის, უსიგზე თავისთავად გვახსოვს, მაგრამ ეს კლასიკური საბჭოთა კავშირის კრივის სკოლა არის ბეტერბიევი წარმომადგენელი. წარმოშვებით არის კირგიზიიდან, ემზადება და ვარჯიშობს რუსეთში, მოსკოვში. და სტილისტიკურად შევაფასებდი, რომ მხოლოდ ესეთი მოძრავი სტილი, მხოლოდ ესეთი ბევრი მუშაობა ფუტვორკი შეუძლია დაამარცხოს აგრესორი, რომელიც იქნება ამ ბრძოლაში არტურ ბეტერბიევი. მე ვითხოვდი ესე, რომ წინა ბრძოლაში საკმაოდ საეჭვო გადაწყვეტილება იყო, ჩემი აზრით მოქმედა ორმა ფაქტორმა, ეს რომ კადიროვი არის ძალიან კარგი და ახლო ძმაკაცი ბეტერბიევის, რადგანაც ბეტერბიევი ჩეჩენი არის და ბრძოლა ჩატარდა საუდის არაბეთში, სადაც კადიროვს გავლენა აქვს. ჩემი აზრით ეს ამ ბრძოლაში ბეტერბიევმა წააგო 2 ან 3 რაუნდი, მე ორჯერ უყურე ამ ბრძოლას, მაგრამ რატომღაც გადაწყდა, რომ მოიგო არტურმა. შეიძლება ეს მოხდა იმის ხარჯზე, რომ უფრო აქტიური იყო, უფრო მიდიოდა წინ. ზოგჯერ შეუძლებელია ახსნა საჯების გადაწყვეტილება, თუ რატო გააკეთა და რატო გადაწყვიტა ესე და არა საპირისპიროდ. რაც შეეხება ამ ბრძოლას, ჩემი აზრით, აქ უფრო დიდი უპირატესობა ექნება ბივოლს, რადგანაც წინა ბრძოლაში ჰქონდა შიში, ვერ გაიხსნა ბოლომდე, რადგანაც ეშინოდა ნოკაუტის, ეშინოდა მძიმე დარტყმის. როდესაც შენ უკვე 12 რაუნდი გაქვს ნაბრძოლი და იცი და წარმოდგენა გაქვს, თუ როგორ მძიმედ თუ სუსტად უთხრავს, მაგრამ წარმოდგენა გაქვს, უკვე ბევრად თამამად შეგიძლია იმოძრავო. ეს მიცემს საშუალებას, რომ თავისი სტილი ბოლომდე გახსნას და გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში. ამიტომ მე ვაკეთებ ფსონს ბივოლზე, რომ ის გაიმარჯვებს და გახდება ჩემპიონი და დაიბრუნებს თავის კამრებს. ასევე მე ბალენში ვკობ ამ ბრძოლაში ბივოლს.
შემდეგი ამბავი, რაც ხდება კრივის სამყაროში, ეს არის საულ არვარესის და კროუფორდის ბრძოლა, რომელიც ესე ვთქვათ, რომ არ არის ოფიციალური განცხადება, მაგრამ ამბობენ, რომ ჩატარდება სექტემბერში. ასევე საინტერესო ბრძოლა ელოდება დიბუას, რომელიც შეხვდება პარკერს და გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ ბრძოლას ჩაატარებს უსიკთან. ჩემი აზრით დიბუა გაიმარჯვებს და მოუგებს პარკერს, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს ეფექტურად, რომ შანსი მიეცეს დიდი ბრძოლისთვის უსიკთან. რაც შეეხება ბრძოლას უსიკ დიბუა, ერთხელ უკვე ეს ბრძოლა მოხდა და ნოკაუტა უსიკმა დიბუა. დიბუა მე ვიტყოდი, რომ არის უფრო ახალგაზრდა ვარიანტი ჯოშუასი. არის წარმოადგენს საფრთხეს, შეუძლია დაანოკაუტოს, მაგრამ უსიკთან კიდევ ერთხელ წააგებს. აი 10-დან 10-ვე ბრძოლას უსიკთან წააგებს. სულ არის პანჩერის შანსი, რომ მოარტყას, მაგრამ როდესაც საუბარი არის ამ დონის კრივზე და არის საუბარი უსიკზე, მოდით ეს გამოვრიცხოთ, ამიტომ ბრძოლა დიბუა პარკერ გაიმარჯვებს დიბუა და შემდეგ ჩატარდება დიბუა უსიკი გაიმარჯვებს უსიკი. ეს იქნება ამ საჯების გადაწყვეტილებით, ეს იქნება ნოკაუტით. უფრო ფიქრობ, რომ გადაწყვეტილებით, მაგრამ უსიკი დაანოკაუტებს. მით უმეტეს ნაბრძოლია, იცის, როგორ ეს გააკეთოს, როგორ ეს გაიმეოროს. პრინციპში ის მოწინააღმდეგეები, რომელიც გაიარა უსიკმა, აი აბსოლუტურად განსხვავებული იყვნენ ერთმანეთში. ფიზიკური ჯოშუა, აბსოლუტურად გამოუცნობელი, მაღალი, ტექნიკური, სწრაფი ფიური. რა უნდა შეთავაზოს დიბუამ ამის შემდეგ ისეთი არ არსებობს, ჩემი აზრით, დამთავრდება უსიკის გამარჯვებით და ეს გამარჯვება იქნება საკმაოდ მარტივი. რის შემდეგაც შესაძლებელია ჩატარდეს ალბათ ბრძოლა აი ვისთან იქნებოდა საინტერესო, მე ვფიქრობ ახლა უსიკის ბრძოლა. მე ვერ ვხედავ რეალურად კონკურენტს, ვიზეც ვიტყოდი, რომ აი ამას შეუძლია დამარცხება უსიკის. იყო ძალიან საინტერესო ბრძოლა ფიურისთან, მაგრამ უკვე ინტერესი დაკარგა, ორი ბრძოლა იყო და ორივეში უსიკმა გაიმარჯვა. ჯოშუასთან ტექნიკურად რეალურად ვერ უკაჩავს, სიჩქარით ვერ უკაჩავს. აი წაიყვანა კრივის სკოლაში და აჩვენა თუ რა არის კრივი. ეს იყო ეს მარტივად რომ გავაკომენტარო ბრძოლა უსიკ ჯოშუა. ნახავდი ვაილდერთან, მაგრამ ვაილდერი უკვე აღარ არის ფორმაში, ბოლო ბრძოლა წააგო ნოკაუტით ჩინელ მოკრივესთან. აი მოგებაზეც არ არის საუბარი, ვისთან იქნებოდა საინტერესო და არ მაფიქრდება ესეთი სახელი. ამიტომ კომენტარში დაწერეთ თუ რას ფიქრობთ, ვისთან შეიძლება იბრძოლოს უსიკმა და ვისთან ბრძოლა იქნებოდა თქვენთვის საინტერესო. ბატაშორის არის საუბარი იმაზე, თუ არტურ ბეტერბიევი იგებს ამ მეორე ბრძოლას ბივოლთან, შეიძლება ავიდეს მძიმე წონაში და ეჩხუბოს უსიკს. აი ეგ ალბათ ის ბრძოლა იქნება, რომლის ნახვაც მე მინდა. მარტივი, ძალიან მძიმე დარტყმით, 100%-იანი ნოკაუტერი შეხვდება სხვა ტექნიკის მფლობელს, შეხვდება ადამიანს, რომელიც აკეთებს ალბათ ორჯერ უფრო მეტ მოძრაობებს ფეხით, ორჯერ უფრო მეტ მუშაობს, ორჯერ უფრო მეტ ფინტაობს, აკეთებს გადაადგილებებს, ანუ ორი სტილის დაჯახება იქნება. ორი განსხვავებული სტილის დაჯახება. არტურ ბეტერბიევიც უკვე ასაკში არის, მაგრამ თავის განცხადებით კიდე 10 წელი მზად არის რომ მიჩხუბოს. აი საკმაოდ დიდი ეჭვი მეპარება, მაგრამ ვფიქრობ რომ კიდე 4-5 წელი ვიხილავთ კრივში. ასევე კომენტარებში დაწერეთ, რას ფიქრობთ ბრძოლაზე არტურ ბეტერბიევ უსიკ. როგორ შეიძლება დასრულდეს, რა ვარიანტები არის და თუ გინდათ ესეთი ბრძოლა რომ მიხილოთ. ეს იყო MMA და ორთაბრძოლების ნიუსი აირონ ლაშასგან. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დაწერეთ თქვენი კომენტარები ამ ვიდეოს ქვეშ.